ქართულ-ყაზახური ურთიერთობები გლობალური ეკონომიკის კონტექსტში ყაზახეთის მაჟილისის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ერლან კოშანოვს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უმასპინძლა, მაღალი რანგის სტუმარი მიიღო პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. ყველა შეხვედრაზე საუბრის ძირითადი საკითხები სავაჭრო ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და სატრანსპორტო ლოგისტიკური სფეროში თანამშრომლობა, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობა იყო. პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მაგუნა აბულაძე გიამბობთ. ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერება და ახალი პერსპექტივები. მემორანდუმი გაფორმებულია. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყაზახ კოლეგას ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა უმასპინძლა. საქართველო-ყაზახეთი აბრეშუმის გზის და შესაბამისად შუა დერეფნის ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე. ამიტომ გლობალური ეკონომიკის კონტექსტში სამომავლოდ საერთო გეგმები ბევრია. ქართულმა მხარემ ყაზახეთიდან ჩამოსულ საპარლამენტო დელეგაციასთან სხვადასხვა სექტორში პარტნიორობა გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზეც ისაუბრა. ხელი მოვაწერეთ ჩვენს ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს როგორც პარლამენტის კომიტეტებს შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიურ თანამშრომლობას იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ღერძია, როგორც არის შუა დერეფანი, ასევე კულტურული მიმართულებით თანამშრომლობა და თანამშრომლობთ ასევე პარლამენტის აპარატებს შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ. სამართლებრივ სისტემასთან ერთად, რომელსაც სამწუხაროდ სხვადასხვა აქტორი არყევს და ძირს ურთხრის ხოლმე, მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი ქვეყნისთვის საკუთარი გეოპოლიტიკური როლის გაძლიერება და ამ მხრივ საქართველოს როგორც შუა დერეფნის ნაწილი სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს. მშვიდობა არის ის, რაც ახლა კავკასიის რეგიონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ თემებზე ყაზახმა სტუმარმა მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ისაუბრა. დიდი ისტორიის მქონე ორი ქვეყნის მეგობრობის შედეგია სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა და სატრანსპორტო ლოგისტიკურ სფეროებში წარმატებული თანამშრომლობა. წინ დიდი საერთო გეგმებია. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ერლან კოშანოვს მადლობა გადაუხადა. ყაზახეთი საქართველოს სტაბილური სავაჭრო პარტნიორი, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა სულ უფრო მზარდია. ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა. სტუმარმა საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ყაზახეთის საპარლამენტო დელეგაცია ერლან კოშანოვის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.